ჭირდება მუდმივი ტემპერატურა და მუდმივი ელექტროენერგიას მოიხმარს. ბიბილოთი ხვდებით, რომ რამდენი ხნის არის, რამდენი დღის არის. ეროვნულად ინკუბატორზე შეკავით ძილებს და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მეფრინველეობა რამდენად საინტერესოა, როგორც ბიზნესი და როგორც საქმე. სამწედიური ხათამი ყოველთვის ცნობილი იყო ოდის განმე. შაბათკვირა არის ისამა და არის ახალი წელი და არის 1 მაისი და ასე ვთქვათ. ყოველთვის უნდა იყოს სტარტზე ადამიანი. სამტრედიაში ვართ, მოგიყვებით 30 წლის წინ დაწყებულ საქმეზე, რომელიც დაიწყო დღეს როგორ გამოდის, სიმამრმა 30 წლის წინ და ახლა უკვე სიძიარი აქტიურად ჩართული და ავითარებს ამ ბიზნესს. ჩემი სიმაური არის 72 წლის და ამ საქმიანობით იყო დაკავებული მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. 1997 წელს შეისყიდეს ეს ინკუბატორი ახლა სადაც არის, ხო? ინკუბატორი 2005 წელსში დაიწყეს რეაბილიტაცია შენობის, თან ფუნქციონირებდა. იწყება პროცესი კვერცხის ჩაწყობიდანვე საინკუბაციოდ. უნდა სჭირდება 21 დღე კვერცხის ჩადლაგებიდან 21 დღეში ჩეკება წიწილა. ჭირდება მუდმივი ტემპერატურა და მუდმივი ელექტროენერგიას მოიხმარს. რატო ჩვენ ახლა ვიმყოფებით საწიწილეში, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით, უნდა უთხრათ ეს მაყურებელს გულწრფელად. თქვენ ამ სამტრედიაში არსებობს რამდენიმე საწიწილე, თითოეული მათგანი მარაგდება თქვენს ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილებით. და აი აქ ხედავთ ზუსტად იმ უსაყვარლეს არსებებს, რომლებიც სიცოცხლის პირველ ფაზას იწყებენ სწორედ ბატონი დათოს ინკუბატორიდან. ძირითადად რა მიმართულებებზე მუშაობთ? ბროილერებზე მუშაობთ, ძირითადად შინაურის მოსახლეობიდან მოტანილი კვერცხზე მუშაობთ, იხვზე მუშაობთ, პეკინური ჯიშის არის ერთი სახეობა, მეორე უბრალო ჯიშია, იხვზე ძახიან. თქვენი აზრით, რამდენი დღის არის ეს წიწილები? ეს არის 30 დღის ეს წიწილები. ზომით ხვდებით? დიახ, ზომით ხვდებით. ის მოყვანილობა აქვს თავისი ბუნდღა, რო ვთქვათ, დაზრდის როგორია სიმაღლის, იმით ხვდებით, ბიბილოთი ხვდებით, რომ რამდენი ხნის არის, რამდენი დღის არის. კარგადაა განვითარებული მეფრინველეობა სამტრედიაში? მეფრინველეობა არის საკმაოდ განვითარებული, მაღალ დონეზე. ჩემი სიმაურის დაწყებულია ეგ ახლა არის 72 წლის და მაქსპეროში მუშაობს სადღაც 50 წელია მაქსპეროშია ჩართული. და ეხლა შვილებიც აქტიურად აგზელებენ ამ შვილებიც ჩართულია მაგ საქმეში, ყავს 3 შვილი, 2 ბიჭი და 1 გოგო. და ყველა ამ სფეროშია ამ სფეროითაა დაკავებული, მეწიწილეები და ინკუბატორები. ბატონო კოტე. დიახ. დათო მითხრა რომ თქვენ გარეშე აქ საქმე მაინც არ კეთდება. უკვე ამდენი წელი ამ საქმეში. დამფუძნებელი თქვა ასე ვთქვათ ამ დაწესებულების. ახლა იდეა რა შეეხება მე მუშაობდი 76 წლიდან მეფრინველეობის ფაბრიკაში. იმ დროინდელი მაშინ მოვლენილი იყო ხალხი ზოეთ ინსტიტუტი და აინტერესებდა სამტრედიაში გავრცელებული ჯიშების მომრავლება და განვითარება. მაგრამ იცით ახლა ისტორია რომ ამას მე მოყვა პერესტროიკას რაღაცა დაშლა და ეს მაგრამ იდეა მაინც დამჭა გასახორციელებელი მინდოდა გამეკეთებინა და თვითნებურად გავაკეთე მაშინ ჩემი ეროვნულად ინკუბატორზე შეკავით ძილებს და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მე იქიდან გამომდინარე განმავითარე და ბოლო მივედი გზაზე როგორც რასაც ახლა ამ წუთში ხედავ თქვენ. ხალხს მოწონს და მე მგონი
აუცილებელია საჭიროება მოითხოვს. აუცილებლად. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ფრინველი ზოგადად. დიახ, ორივე მიმართულებით მუშაობთ. ყავს კომბინირებული ჯიშები, რომელიც არის მეხორცულ მეკვერცხული. ასევე როგორც თავიდან ვთქვი, სამტრედიაში გავრცელებული ჯიშების წილები იჩეკება ყელტიტველა, ჩალისფერი და ასე შემდეგ. ამ დარგზე ზოგადად რა სიტყვით, რას ფიქრობთ? მე ფრინველეობა რამდენად საინტერესოა, როგორც ბიზნესი და როგორც საქმე. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აუცილებელია ჩვენ მომავალთაობას გადავწყვეტ ეს განავითაროთ, როგორც მაგალითად კახეთში ვთქვათ, მეღვინეობა იყო, არის რა თქმა უნდა, საგანაც არის, მაგრამ მეღვინეობა ასოცირდება კახეთთან, დავუშვათ, ისეა სამტრედიაში, ქათამი და ეს ასოცირდება სამტრედიული ქათამი ყოველთვის ცნობილი იყო ოდისგანვე. და აგრძელებთ ამ ტრადიციას თქვენს ოჯახთან ერთად. დიახ, ეს არის საოჯახო ბიზნესი. თუ გქონიათ მცდელობა, გქონოდათ თქვენი საფრინველი. რა თქმა უნდა, გქონია და ეს არ გაქვთ როგორც ვიცი. პატარა სიმძლავრეს კი გვაქვს, არა ესე. ხო, საოჯახო პირობებში. ახლა ჩემი შვილს ისეც ძალიან აინტერესებს, რა ვიცი. მაგრამ რამე დახმარება და რაღაცა რო იყოს, უფრო თამამად მოკიდებული. საყრელი რო იყოს. შესხები და რაღაცა, რა ვიცი, აბა. როგორც ბიზნესი რამდენად საინტერესოა, რას ფიქრობთ? თქვენი გამოცდილებით ამ ბიზნესი ახლა რო თქვა ძალიან იმდენი ფულში დააგროვებს და მილიონერი გახდები, არა, მაგრამ ოჯახი, ერთი ოჯახი და რამოდენიმე ოჯახს კი უზრუნველყოფს შემოსავლის და ამიტომაც გადავწყვიტეთ ეს საქმე. სირთულე? რამდენად რთულია, როგორ ფიქრობთ? სირთულე ადრიან პერიოდში უფრო ძალიან იყო, ხანდახან იყო შემთხვევა, 2 დღე ერთი კვირა დერის შუქი არ მქონდა და ასე ვთქვათ, ეგრეთ გენერატორზე მუშაობდით. ახლა ძირითადად შუქი გვაქვს. არითება თითქმის და შედარებით იოლია მუშაობა. სხვა სირთულეები რა ხდება წიწილს? სირთულეები ყურადღება უნდა, ესაც ცოცხალი არსება, კვერცხი, იდან წიწილი შეგება. განუწყვეტლივ ყურადღება ჭირდება. შაბათ-კვირა არის ის, ამან და არის ახალი წელი და არის 1 მაისი და ასე ვთქვათ. ყოველთვის უნდა იყოს სტარტზე ადამიანი. ეს ძალიან შემატევად საქმეა ძალიან. თან იმდენად რომ ახლაც კი მიუხედავად იმისა რომ თქვენ მთელი ოჯახი გყავთ ჩართული ამ საქმეში მაინც ვერ ისვენებთ სულად ყოფნა გინდათ ხო უნდა ადევნოთ თვალი არ გამოდის ისე. როგორ უმკლავდებიან ახალგაზრდები? ახალგაზრდები დაინტერესებული არიან და უნდათ რა ვიცი. კარგად ართმევენ თავს? კი. დათო როგორი ბიჭია, როგორ ხელმძღვანელობს ამ საქმეს? ჯერჯერობით მიყვება კარგად არა ვიცი, ასე დაწი. აწი მე მგონი არ გადაუხვევ გზას. კი, ფრინველებზე რო შეყვარებულია, ეგ უკვე ეტყობა. ნამდვილად. დღევანდელ პირობებში ახლა საქმე საძებნია არ არის ისეთ განვითარებული ქვეყანა ადრე ჩემ დროს რო იყო გულსაწოდია რომ მაგრამ უნდა ვთქვა. ადრე უფრო დასაქმებული იყო ხალხი იყო დასაქმების საშუალება და დღეს საქმე საძებნია არ არის იმდენად. დარგი ვითარდება მიუხედავად იმისა რომ ჭირდება მოსახლეობას, ოჯახი არ მოეძინება ალბათ არც ნებისმიერ რეგიონში საქართველოს სადაც არა საჭირო ქათამი და ასე შემდეგ ხორცი, ფრინველის ხორცი და ფრინველის ხორცი შეუცვლელია, მით უმეტეს სოფლის ოჯახის. ამიტომდენად ეს მუშაობს ეს დარგი მეტნაკლებად წარმატებით. სიამოვნებით დაგათვალიერებთ და გაგაცნობთ ყველაფერს. შვენიერი მაშინ გადავინაცვლოთ იქით. საინკუბაციო კარადები, სადაც ეწყობა კვერცხი და მზადდება გამოსაჭრელად. ამ კარადებში 19 დღე ჩერდება კვერცხი, დანარჩენი 2 დღე გადადის აგერ დიდი კარადა არის, აქ სადაც თქვენ როგორც მითხარით, რამდენიმე სახეობის ფრინველი ყავთ, რომელზეც მუშაობთ. თითოეულს ეს ინკუბაციის პერიოდი ინდივიდუალური აქვს თუ არა, ერთდროულად ამოგვონ გაყოფილია თავის სეტკებს განაწილებული ერთი ჯიში, ერთი მეორეში და ასე შემდეგ.
ინკუბაციის პერიოდში რა არის ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი, რაზეც არის გამოსავლიანობა დამოკიდებული? ეს არის ტემპერატურული რეჟიმი და ნესტიანობის რეჟიმი, რომელსაც განუწყვეტლივ ვიცავთ ჩვენ და ადამიანად ვარყოფს. არის კონკრეტული მაჩვენებლები თუ ინდივიდუალურად არის, ხდება მაჩვენებლები არის, მართვა? 37 და 5, ხო? აქ არის აღნიშნული ესაა მიწოდებული პროგრამა ტემპერატურის, დიახ. ეს ტენიანობის მიწოდებული პროგრამა და ზედა არის გამზომი, როგორია ამ წუთში კარადაში მდგომარეობა. რამდენი წლის არის ეს დაახლოებით დანადგარები? 40 წლის მაინც იქნება ალბათ. როგორ ართმევენ თავს საქმეს? ჯერჯერობით მუშაობს. თითო ინკუბატორში რა რაოდენობის კვერცხით თავსდება? ერთი კარადაში თავსდება 15000. თუნდაც გავაღებ და ვა, აქ 15000-ია ახლა? დაგანახებთ, გავაღებ კარებში კი შეიძლება. ბატონო. სიამოვნებით ნახავთ. ვა! რასაოცრება. რატო ჩავუთ ერთი გადაბრუნება? აქ ერთი სახეობისაა მხოლოდ თუ რამდენი? არა, მრავალსახეობა აქ. მათ შორის იხვიცი არის. ბატონო კოტე, გამოსავლიანობა როგორია ამ შემთხვევაში? გამოსავლიანობა დამოკიდებულია კვერცხის ხარისხზე. სტატისტიკა როგორია? დაახლოებით 15000 კვერცხიდან რამდენია გამოსავლიანი? თუ 70%-ს მივახციეთ, ძალიან კარგი შედეგად ითვლება. ბროილერის კვერცხის იმასაც ჩეკავთ. რომელიც 80-90%-ზე არის შეკვრის პროცენტობა. 19 დღე აქ არის და 2 დღე მერე გამოჩეკვის პროცესი სხვა კარადაში მიმდინარეობს. ფორმირებული ფიზიკაში. გასაგებია. თქვენი მითხარით, რომ გამოსავლიანობა მეტწილად დამოკიდებულია კვერცხის ხარისხზე. აი როგორ ხვდებით ხარისხიანი კვერცხი? ვიზუალურად ეტყობა ან ვიზუალურად როგორ ეტყობა და დავიწყებთ აგრეთვე თავი? არის ხელსაწყო, რომელიც ამოწმებს ხარისხს. თბილისიდან მოგვაქვს საინკუბაციო ბროილერის კვერცხი. ამ ჩეკავთ იმას. ამ პერიოდის განმავლობაში ტემპერატურული რეჟიმის და ტენიანობის კონტროლის გარდა თუ არის კიდევ რამე ღონისძიება? მეტი არაფერი. დეზინფექცია თავიდან მეკეთდება. აგრეთვე ტემპერატურის ცოტა ცვლილებები მიმდინარეობს. ძირითადში არაფერი არა მეტი. პირობითად თუ ინკუბაციის პერიოდში რაღაც გარკვეული დარღვევები გვექნება, კვერცხი გადარჩება, თუმცა რაღაც დარღვევები გვექნება. შეიძლება ამან იმუნური სისტემა სამომავლოდ დარღვევების შემთხვევაში სიცოცხლის ხარისხი ძალიან ეცემა და გაზდას ჭირს მერე იმის. ამიტომ აუცილებელია ტემპერატურის რეჟიმის შენარჩუნების დასვა. თუ შემთხვევები იქნება, უკვე ხარისხი არ იქნება და ზარალზე მიდის საქმე. თქვენს პრაქტიკაში ბატონო კოტე ყოფილა რაიმე ისეთი გამოცდილება, საინტერესო შემთხვევა, რომელიც არა, ძირითადად არ ყოფილი. თქვენ როგორც მითხარით 18 დღიანი თუ 19 დღიანი დაყოვნების შემდეგ უკვე ინაცვლებს აი ამ სათავსოში, ხო? აქ რა ხდება? შეგვიძლია ნახოთ ესეც? აქ ხდება წიწილის ვაიმე. წიწილის გამოჩეკვა. აქ რამდენი გრადუსია ტემპერატურა? როგორც იქა ისეც ახლა 37.5. ტენიანობა უფრო მეტი აქვს. და დაყურო ძალიან დიდი ხანს შეიძლება. ბატონო კოტე, სქესის განსაზღვრა ინკუბაციის პერიოდშივე ხდება თუ შემდეგ? ჩვენ არ ვაკეთებთ მაგის სქესის განსაზღვრას. ისე არის მეთოდები, რომელიც გამოჩეკვიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება გაარჩიოს სქესი. იდეალმოვანმა. მაგრამ მაგას არ ვიყენებ, შენ ვიდეო გლეხს არ აინტერესებს. მიყავს. რომელი სქესი? ხო. ჯიშების მიხედვით რაიმე განსხვავებები არსებობს? ციცილებს შორის არა, გარეგნულად არაფერი არ მე აი მე პროცესს გულისხმობ, თქვენ რასაც აკეთებთ. არაფერი არა. არანაირი, ხო? არანაირი. არ ყოფილა ძალიან რთული საქმე. რთული არ არის, მაგრამ ვინაიდან განუწყვეტლივ ყურადღება უნდა შრომატევად განუწყვეტლივ უნდა იყოს დაგმოვნაშა სულ მოდუნება არ შეიძლება ის. წარმადობა საწარმოსი როგორია? წარმადობა ახლა 4 კარად დამაგაგდა 60,000 ეტევა შეგნით კვერცხიდან. ჯამში ეგრე გამო? ხო, ერთი თვის განმავლობაში ასე. აჰა, კარგი. ძირითადად მოთხოვნა არის სამტრედიიდან თუ სხვა რეგიონებსაც სხვა რეგიონიდან. ახალციხიდანაც წაიყვანა, რამდენ თბილისში გავატანეთ. ზესტაფონი, მარტვილი, რა ვიცი, აბა
ახლა ამ ხელა გამოცდილების მქონე საწარმოს მიმართ ნდობა მაღალი იქნება სამტრედიაში. საკმაოდ ცნობილი ვარ, ასე ვთქვათ რა. კი, ბატონი კოტე ამ საქმესთან ასოცირდება სამტრედიაში. ერთ-ერთი პირველი იყავით, ხო? ვინც დაიწყო? ერთი და მეორე იყო რეზო ნიკოლაიშვილი, თითქმის ერთდროულად დავიწყეთ ჩვენ. თქვენს ინკუბატორში გამოჩეკილი წიწილები ყველაზე პოპულარულია ამ რეგიონში, შეიძლება ითქვას, ხო? დიახ. და ალბათ ძალიან ბედნიერი ადამიანი ხართ, რომ თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი შვილები ამ საქმეს აგრძელებენ. დიახ. ასე ვთქვათ, საფუძველი ჩაუყარა და გამძლებელი მყავს საბედნიერო. ხო. ბატონო კოტე, თქვენი ნახევარ საუკუნოვანი გამოცდილებით რა რჩევებს მისცემთ ახალგაზრდა დამწყებ ფერმერებს, თუნდაც მათ, ვინც მეფრინველეობის ბიზნესში აპირებს გაგრძელებას საქმეში? ძალიან საინტერესო საქმეა და აუცილებელი ასთავარია. მოთხოვნადი საქმეა. ზოგიერთი ახალგაზრდა ბევრი არ იმაშება. როგორც ვთქვათ, საკონელს 2 წელი უნდა და ვერ იცის იმ 2 წელს, რომ რაღაცა უესრად უნდა კათამ იმით განსხვავდება სხვა სკოლებისგან, რომ მალე მოქმედია. ვთქვათ, ბროილერის ძლება 40 დღეში გასაყიდია ერთ თვეში და მალე იძლევა. მალე შეიძლება მას აწარმოო და მალე მიიღო მოგება. ეს სხვადასხვა ენდემურ ჯიშების ამრავლეთ არის მოთხოვნილა მაგალითად ბრამა, კალდიტველა, სხვადასხვა ჯიშები არის. თეთრი ბროილერი და რა ვიცი. ბევრი ჯიშები არსებობს. მე ურჩევდი ახალგაზრდობას საქმეს აწარმოოს, გახდეს ფერმერი. საარსებო წყარო ძალიან კაია, სწრაფმოქმედია და კარგია. ბატონო კოტე, ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა, დიდ მადლობას გიხდით, რომ დღეს ჩაგვეწერეთ და გაგვიმართლა, არ იყო ეს გეგმაში, მაგრამ მართლა სხვა ენერგია შემატეთ. მე ძალიან გამიხარდა თქვენი მოსვლა და თქვენი ტელევიზიას ხშირად უყური, აჭარის ტელევიზიას. ძალიან მიხარია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა პირიქით თქვენს, მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და მინდა რომ თქვენი ნახევარი საუკუნის წინ დაწყებული საქმე თქვენმა მემკვიდრეებმა ზუსტად ისეთივე მონდომებით გააგრძელონ, როგორც ეს თქვენ გაქვთ ჩაფიქრებული და კიდევ. მადლობა სულელებსაც ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ სამტრედიაში ვიმყოფებოდით, ნახეთ საწარმო, რომელიც დაახლოებით 50 წლიანი ისტორიითაა გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ამ რეგიონში. ჩვენი გადაცემის განმეორებით ნახვა შეძლებთ მე ვარ ფერმერის Facebook გვერდზე. ერთ კვირაში ისევ შევხვდებით ერთმანეთს დროებით.